ღამე თუ საღამო თუ რაღაცა მშვიდობისა მოკეთ მშვიდობისა და რომელიცაც როდის უნდა იქარახოთ იმ დროს ნახეთ ეს ვიდეო დილა მშვიდობისაც ვინ დილას ნახავს და რავი გვიანობამდე არა მგონია ვინმე დატოვოს ნახავ ვისაც ნახვა უნდა ეხლა შეიძლება დიდად მოგეჩვენოთ მაგრამ თქვენი დიდრო კამერაში დიდად ჩანს და ფუმფულად ჩანს და ზოგადად იმაზე მეტად აღიქმება როგორიც არის როგორც ადამიანი ისე ნამცხვარი საათსაც გეტყვით ახლა რომ დამიჯეროთ 3:08 წუთია აქ რა მაქვს აი ვარა იჭერს მაინც 3:08 წუთია და ბავშვების ლოდინში მომშვიდდა ხო და რომ მომშვიდდა ეხლა დიეტური ტორტია ისა ელენე მოიტანა ელენეს ეჭირა ხელში უბრალოდ და ბავშვებმა რომ მოიტანეს და ავით დაველოდეთ 15 წუთი ბავშვებმა ჭამეს არაფერი მოუვიდათ აშკარა დიეტურია ხო და 3:10 წუთზე გაგიმარჯვეთ ავით და ტორტით ეხლა ვუსმენდი ამათ არა რას ვუსმენდა თუ სადა მაქვს ამათი ნერვები მე შორენას ნერვების მოსაშლელად ვიშლი ხოლმე თმაცა იმიტომ რომ კამერაში რო ვიხედები მაშინ რომ ნახულობ რომ თმა მაქვს არასწორად კაი ხო აღარ ვიცი ანუ ეხლა ხო ხედავდი ანუ აქ რა ყურადღებას ვაქცევ რომ ეხლა რამე რომ უნდოდეთ გავხედო ყავა მაგალითად ეხლა მოინდომ ეს წეღან არ უნდოდათ და დავფიქრდი ამ პერიოდის ჩემს ბავშვობაზე მაშინ ესეთ რამე არ ხდებოდა არა როგორ არ ხდებოდა ალბათ ვიღაცასთვის ხდებოდა მაგრამ აი ჩემთვის კონკრეტულად არც გაგვიშვებდნენ იმიტომ რომ ელემენტარული მოკითხვის საშუალება არ იყო რომ ეხლა მაგალითად მშობლები ურეკავენ რა ეხლა იციან რომ აქ არიან რა თქმა უნდა და ყურადღება რო ექნებათ მაგრამ შეგადაში ხო ურეკავენ მაინც ხა მეც ვურეკავ ხოლმე უხედავთ იმისა რომ ვიცი სადაც არის ხოლმე ბარბარე აი ესეთ სიტუაციაში მეც ვურეკავ ხოლმე რომ როდის მოხვალთ რა შვებით ხო არა წუხებთ ხმადაბლა იყავით და რაღაც აი ხა ისეთები არიან რამდენჯერმე შეველი და მეთქი უკვე ჩამეძინა შულო ანი ხმაურით რაღაცა ქენი ხო და ანუ ეხლა რო არის სიტუაცია მოკითხვის მაშინ არ იყო დარეკავენ და რაღაც მაშინ შუქიც არ იყო არა ამ პერიოდში იყო თუ არ იყო არ არის 2003-ში მე 11-ში რო გადავედი მე 10-ში რო გადავედი მაშინ დაიწყო მაშინ ხო რევოლუციის შემდეგ დაიწყო შუქის მოსვლაც მიშას დროს ხო და არც გაგვიშვებდნენ რა შუაშია მიშა გადაბიძინე ხსანა ვიღაცა ნაცქოცობას დამაბრალებს სადა მაქვს მაგათი ნერვები გადავერთოთ ისევ დაბადების დღეზე და ამ პერიოდის გაშვება არ გაშვებაზე ელემენტარული ერთადერთხელ მახსოვს ნუ ეგ არ ეხება ჩემ ბიძაშვილებსთან დარჩენას და რაღაც არა ეგ ყოველ მიზეს გარეშე როდესაც მინდოდა მაშინ ვრჩებოდი მე ვამბობ აი მეგობრებთან მიუხედავთ იმისა რომ მეზობლები ვიყავით არასოდეს არ დავრჩენილი ვარ იასთან არასოდეს არ დავრჩენილი ვარ რიტასთან არასოდეს ერთმანეთთან არ დავრჩენილი ვარ რატომ უნდა დავრჩენილი ავდიგორ ცხოვრობდით და რაღაცა მაგრამ აი ხარა უყურებ რა ესეთ სიტუაცია არასოდეს არ გაკეთებია ერთადერთი მახსოვს ღამე ერთადერთხელ ან მერვე კლასში ვიყავი ან მე-9-ში არა შეიძლება უფრო მე-10-შიც არა მე-10-ში ახლა მე-9-ში იმიტომ რომ მე-10 კლასი უკვე სხვა ეტაპი იყო ჩემთვის და სხვა ეტაპიდან მახსოვს სადღაც მე-9 კლასში ალბათ დავჭი სალომესთან ჩემი ზობელთან ბაბო და სალომეს დედა ერთად მუშაობდნენ ხოლმე და იქვე გვერდზე მეზობლად პურის საცხობში
ხო და მე და სადაც ვიქ ვიყავით ხოლმე და რა ვიცი გადავწყვიტეთ ერთად დარჩენა და დავჭი სალომესთან. აუ ის ღამე მაგრად მახსოვს, აი სულ გაგანში და ლაპარაკში გავატარეთ და ერთადერთი იყო, სადაც სხვაგან დავჭი. და ესენი კიდე ძირითადად ერთად არიან. არც ვუშლით, იმიტომ რომ არც დასაშლელი არაფერი არ არის, ძალიან კარგი ბავშვები არიან. კარგები. აი ელემენტარული მართლა არ მაქვს ხოლმე აი ეს რეაქცია რომ რამე სხვა რა შავებენ. მიუხედავად იმისა, ვიცი რომ არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს და არასოდეს არ უნდა დადო შენ შვილზე თავი, ანუ ჩემი შვილი ამას არ გააკეთებს, ეგ განცდა და ეგ პრინციპით არ მივდივარ, იმიტომ რომ კაცმა არ იცის ვისთან, რა დროს, რა სიტუაციაში აღმოჩნდება და რას გააკეთებს, რისთვის გააკეთებს, რატო გააკეთებს და რას მოკლედ. ანუ ის რომ ვაიმე ჩემი შვილი მაგას არ იზავდა, ვაიმე ჩემი შვილს ეს გააუკეთეს, ეს გააკეთებინე, არა. თუ გააკეთებს, თავისინებით გააკეთებს, ანუ ისე მოხს რა, ანუ ეს თავზე ხელის გადასმა და გინა თუ არა ჩემი არ იზავსო, ეგ არ მგონია რომ იყოს სწორი მიდგომა. იმიტომ რომ მაინც სადღაცას უშვებ ადამიანი, რომ რაღაცა მოხდება. ჯვარისწერია ყველა ბავშვს, ყველა შვილს, მაგრამ ყველა მშობელთან არის ეს განცდა ალბათ. და ალბათ იმ პერიოდში უფრო იყო, თან მიუხედავად იმისა, რომ მოკითხვის საშუალება არ იყო, რომ დაერეკათ და მოვეკითხეთ, უფრო მეტად ფრთხილობდნენ ხოლმე და ალბათ ეგ იყო მიზეზი ჩემი აზრით, რომ ესეთი ურთიერთობა არ გქონდა. თუმცა დღის განმავლობაში რო იტყვიან სულ ერთად ვიყავით. მე ბანანი მიყვარს და რაშიც ბანანია, ისიც მიყვარს და შოკოლადის ტორტს უხდება ბანანი. და ნიგოზი ცოტაშორის. ივანე მეუბნეოდა, რომ შევალო ბავშვებს მოვიკითხავ. ივანეც მანდარი ბარბარის კლასელებთან. ჩემი შვილცო მანდარი და კლასელები არიან მათე და ბარბარე. ხო და მოვიკითხავ და მე დავიძინებ, მაგრად მეძინებაო და ისევ მანდარი გაუთქმა ჯერ იმ ტელეფონში მაგ იმღერეს გიტარა ჩაიტანა. ხო და რა ვიცი, ხვალე კონცერტი აქვს. არა კი გამოიძინებენ, დილით არ გავაღვიძებ, დილით უფრო სიწყნარე იქნება. რა ვიცი, სავარაუდოდ მე მგონი ვერც დავიძინებ და არც დავიძინებ. ამოდენა ტორტი მაქვს შესაჭმელი. მე მაინტერესებს ხა ამის ბატარია. სხვათა შორის ეს ორი დღე ვაკვირდები, რამდენად მუშაობს, რამდენად სწრაფად იცლება ბატარია. რავი, თავიდან მეგონა რომ ძალიან სწრაფად ჩამოდიოდა, მაგრამ ნორმალურად მუშაობს, ყოფშტობა აქვს. და რა ვიცი, აი, ხო განახეთ სატრი ამ სიმძიმეა ეს. ზუსტად 10 წუთში ტენის, ღმერთო, ზუსტად 10 წუთში. ძალიან ძლიერი რაღაცა არის. არ ვაპირებ კარტის გადატანას. მაგ ტელეფონში მუშა ტელეფონია, კარგად მუშაობს. ერთადერთი მე რისთვისაც ვიყიდე, ეგ იყო კამერა. და ტექნოლოგიები. კამერა და ტექნოლოგიები, ანუ დანარჩენი მხრივ ეს მუშაობს. ხა აქ მაქვს SIM-კარტა აქ მიდევ, Instagram-ი აქ მაქვს, დიდად არ ვიყენებ. TBC ბანკი აქ მაქვს, WhatsApp-ი აქ მაქვს, Viber-ი აქ მაქვს, Pinterest-ი აქ მაქვს, YouTube-ი, Messenger-ი, Facebook-ი, მოკლედ ყველა აპლიკაცია, რასაც მე ძირითადად ვიყენებ, არის აქ. არ ჩასმანდი და კარგად. აი ეს დავდებ. ეს ტაბლეტი არის ამ ტელეფონში, რითიც ვაკეთებ ხოლმე ვიდეოებს. Messenger-ი, Facebook-ი, TikTok-ი და რამე რამეები, ანუ ეს არის ფანჯარა, სადაც ძირითადად ყველაფერი ერთ სივრცეში მაქვს. და კიდე აი ეს თაბაში თქვენ შვილებს და შვილებს ეცოდინებათ. თქვენ თუ არა თაბაშობთ, ეს არის Brawl Stars და
ძალიან მიყვარს. რა იცოდეთ რა მაგრად თამაშობ, ნეტა იცოდეთ. და თემ. ბარბარია? წამები მათხარ ჩვენ შევიდე. რა თქო? ტელეფონი ჩვენ შევიდე. და რა თქო ჩამიგდო? რა თქინე შუქი არის? არ არის რა. არ წამამაც. ის არა მუშაობს? ეს? ხო. თუ კარგად ვერ ავარდება აქეთ იქით. ვიღაცამ კომენტარი გააკეთა YouTube-ზე. ხო, მან არა მაქვს YouTube სტუდიო. YouTube მაქვს, YouTube სტუდიო არა მაქვს. აი ეს არის ეს. აი შუაში აი ეს. რითიც ვიდეოები რედაქტირებას უკეთებ რა. და სადაც ნახულობ კომენტარებს. YouTube-ში არ შევდივარ ხოლმე კომენტარებისთვის, YouTube სტუდიოში შევდივარ. ბარბარის მიმლოცვები არის N რაოდენობის. გილოცავ ბარბარე, წარმატებებს და ბედნიერ მომავალს გისურვებ. ულოცავ ბარბარეს ბედნიერებას, წარმატებას ვუსურვებ. ნინო ხილის მეფე საზამთროა. მადლობა დიდი ძალიან ბევრი მოლოცვები მოდის და უღრმესი მადლობა ყველას. დილის სარზე თუ დილის ცის კარხი ყავა დავლიოთ. კაი? ეჭვი მაქვს ეგ 1-2 საათში იქნება. აი ნიკოზი ვიპოვე. უი არა ბანანი ყოფილი. თხუთმეტისა გახდა. თხუთმეტისა გახდა ხო? 2010-ში და 15-ისა გახდა ხო? რა გაგიკვირდათ ხალხმა ხან უგაგიკვირდებათ ეგ იმიტომ რომ 3 თვე ვიცხე 18-ისა ვხდები მეთქი და 39-ისა ვხდები. ეს იცი რა შემთხვევა იცი რა მახსენდება ხოლმე ბავშვი რო იყავი მახსოვს დედასთან ჩვენი ნათესავი მამიდა იყო მოსული მამა ჩემის დეი და შვილი მაგრამ ისა იმდენად აი ბაბოს დიშვილი რა ანუ ძალიან ახლობელი ჩემთვის ხო მამიდა გამოდის და რომ მოდიოდა ხოლმე ჩემთან მახსოვს რომ ბავშვები რო თამაშობდა ყური მაქვს სადღაცას მოკრული რომ ნაირა მამიდა დედას ეუბნეოდა რომ ვაიმე 40-ისა რო ხდებიო გული მისკდებაო აღარ ამყავს ეგ მამიდა და მეღუპა რამდენი წლის წინ სიმსივნე ჰქონდა და უზომოდ მიყვარდა საერთოდ არ გავარჩევდი მამა ჩემის დისგან ანუ აი ალალი მამიდისგან იმიტომ რომ ისიც ძალიან ალალი იყო ჩემთვის და ძალიან ახლობელი და მახსოვს დედას რეუბნეოდა რომ აუ გული მისკდება 40-ისა რომ 40 რო ვუკაკუნებთო და ესე იგი მაშინ დედა ჩემი და მამიდა ჩემი იყვნენ ჩემი იასაკი და აი ეს რო თქვა ის რაღაცნაირად მახსოვს რომ ანუ თურმე აუ რა დიდია 40 და რა არის დიდი ქალს 2 დღის წინ დათვი მეცვა ხო და ეხა მე ვხდები 39-ის მე ქალს მეგონა რომ 38 შაშან თუ 37-ის ავხდები ისა გავხდი 38-ის აწევდა გამიდრე რატო წვა სად მიდიან და იცი ბავშვები მიდიან ბავშვები გავაცილე ხან ძალიან დილით ვაიმე კოჭი მოვიტეხე ღმერთო ჩემო ივიდო ის ფიხი მართლა გავიუბედური მალე წავიდნენ ანუ რა ვიცი მალე გავშვიდნენ ელენე მეუბნება რატომ მიდიხართ ესე მალე მე ელენე მეუბნება მე ხვალეც მოვალოთ აი მე მოვთხარ აი გააგდეთ და თქვენ დარჩით ბავშვებო რატომ მაგდე პატარა ბატები არიან
აშკარად აღარ მინდა. კატა არ შევიდე, ხო არ შევიდა. აი ბედეთ, წავედი ხა დავიძინო, მეც. ტელეფონები გარეთ დადეთ ტელევიზორთან. ტელეფონებს არ ვატანინებ არავითარ შემთხვევაში საწოლში და საწოლთან და თავთან. არანაირი აუცილებლობას არ ვხედავ, ჯერ ის რომ ღამე უნდა ეძინოთ. არა მაქვს ეგრეთ წოდებული ეს რა ქვია კატორღისის და ციხის მიდგომა, მაგრამ სანამდე შემიძლია ის რომ გავაკონტროლო რომ ღამე ეძინოთ, სანამდე შემიძლია გავაკონტროლო რომ ისედაც 24 საათი ტელეფონთან აქვთ საქმე, სწავლა, ის მხრივ გინდა თუ ისე თამაშის და გართობის მხრივ ვცდილობ რომ მაქსიმალურად რაღაცა და ღამე საერთოდ არ არის აუცილებელი რომ ძილი გაიტეხოს იმისთვის ადამიანმა, ბავშვმა, მოზარდმა ტელეფონისთვის და ძილი დააკავდეს. ასე რომ ივანე ექშუქი ჩააქრე რა. და ის ტელევიზორთან დადეთ ტელეფონები მოვდივარ მეც უნდა დავწვი. დანარჩენ სხვა მიხედავს ყველაფერს ეგერ ტოვებ ყველაფერს აბსოლუტურად დილაზე დილთავდგები და მოვალაგებ. არაფერი არ უჭამიათ, მოუკიკნიათ ხილი. ეხლა მძიმე საჭმელები არ გამიკეთებია სპეციალურად რა კარტოფილს ხო შეუწვავდი და თორე ხორცების და რაღაცების მეტი რა იყო, მაგრამ ბარბარემ ძალიან ისე მსუბუქად გვაქვს ხოლმე ყველაფერი. აი ეს მამალი თუ ჭყვაზე იყოს მე მოვკვდე. ყივის. აი ხა თუ დაიყივლებს გავჩუნდები და გაიგებთ. მაგრად აკრე. დილდა მივთხა რაღაც დაგიმალოთ და. მაგრამ კაი ის არის რომ ხალკვირა ხო? შაბათია. ხო შაბათი. ნუ პრინციპში ხალკვირაა, დღეს არის შაბათი, ტვინი გამიხო. აი, ტვინი გამეძგნა. სადმე უცბად აი მადაგასკარში რომ ჟირაფია ხო იცი? წავი მეძინება. სადმე ეგეთ გავირიდე, ხება არა მოიღოთ. ჯუმად დამტიეთ და დაწეკით და დაიცინეთ. იცი რა მიხარია ხოლმე ყველაზე მეტად, როდესაც კომენტარებში ვიყურები რატო გავჩერდი მაგდენი ხანი გეტყვით. როდესაც აი გადის ხოლმე დრო და დღეები, თვეებიც კი. და რაღაცნაირად კომენტარებში ვიღაცა რაღაცას წერს ხოლმე, რომელიც ცოტა არ გსიამოვნებს და ანუ თან გიყურებს, თან მაგრამ თან მაინც და რაღაცნაირად ხოლმე მაგ ხოლმე რაღაცა შეგრძნება იმის რომ ეს ადამიანი არ უნდა დაუბლოკო. ხო არის რომ ვიღაცა დავიკითხავ ეგრევე მიბლოკე ანუ მაგ ხოლმე ზოგზე განცდა ესეთი რომ ტოვებ და გადის დღეები, კვირები, თვეებიც კი და ეს ადამიანი ესე ანუ ერთზე არ მაქვს ლაპარაკი. როგორ არიცი, ანუ 180 გრადუსი თუ 360 გრადუსი ბრუნდებიან და ანუ ის რომ მიჩხი კიდელაო ის რომ იქნებ წამკბინონ არ მიყვარს ეგ სიტყვა ის რომ შეიძლება რაღაცა ერთ წინადადებაში რაღაცა მატკინონ ხვდები რომ ჩემს მიმართ ეცვლებათ ხოლმე განწყობა წარმოსახვით ეხლა ყველანი ახლო ხო ვერ მიცნობთ და რაღაცა და არიცით
ხო რაღაცა რა ვიცი ადამიანის ხო ზოგი არის რომ ანუ ადამიანი პირისპირ იცნობ წლების განმავლობაში და მე ჰოპ და ისეთ რაღაცას იგებ რომ თურმე არ გწოდნია რა და რა ვიცი მაქსიმალურად ვცდილობ რომ ვიყო ისეთი რაც სინამდვილეში ვარ იმიტომ რომ რავი 5 წელია თუ კარგად ვინიღბები და ფარავ ჩემს სახეს მალადეც მაშინ მე იმიტომ რომ ფაქტიურად ესეც ჩემი ერთ-ერთი ცხოვრებისეული ნაწილია ეს YouTube-ის ამბავი, რაც სახში რა. და ნუ ვარ ისეთი როგორიც აქ ვარ. ხო და მიხარია ხოლმე ეგ მომენტი, რომ ალბათ ესენც კარგად ფიქრობენ, კარგად გადახარშავენ, მაკვირდებიან თვეების განმავლობაში. და მე რო იტყვიან პირი ჩემსკენ მოუბრუნდებათ ხოლმე რაღაცა ეგეთი დამოკიდებულება რაღაცნაირად გულს მithბობს ხოლმე იმიტომ რომ ხო გეუბნებთ მაქვს ხოლმე ზოგ ადამიანზე მის შეგრძნება რომ მიუხედავად იმისა რომ რაღაც მომენტებში მტკივა იმათი კომენტარები მაინც გული არ მაძლევს ხოლმე საშუალებას რომ დავბლოკო და ბევრი დაბლოკილიც ამიხსნია მსგავსი შემთხვევა მქონია და დღეს ისინი ჩემთან ერთად არიან, მე არ ვამბობ რომ ყველა ტაში უნდა მიკრას და ყველას მოვწონდე და რაღაცა, მაგრამ განსხვავებული აზრის გამო არ ვფიქრობ რომ ერთმანეთი უნდა ჩავხოცოთ და ვხოცოთ, ან მე თქვენ და ან თქვენ კიდე მე. ეს ოჩოულებრივ მოვლენა რა, მე ჩემი აზრი მაქვს, იმას თავისი და პატივს უნდა ვცემდეთ ერთმანეთის აზრს და ბევრმა აზრის გამო ჩამქოლეს რომ უბრალოდ ვერ ჩამქოლეს ეცა ანუ მაინდა-მაინც იმათ აზრს რატო არ ვიზიარებთ, ეგ ხო სისულელია რა, ეგ ხო, რა ვიცი, ინკუბატორიდან დაჩეკილებ ხო არ ვართ არა? ხო და მიხარია რა, მართლა იწრფელი გულით ვამბობ, რავი, ალაგ-ალაგ მივედმოვედი ხა, მაგრამ მიხარია რომ ეხა მაგაზე გავჩერდი, რომ ორი ერთმანეთის მიყოლებით ორმა ადამიანმა დამიკომენტარა, რომლებიც თვეების განმავლობაში მაგრამ რამდენიმე დღე არის რომ მათგან სხვანაირი დამოკიდებულება წამოვიდა და მიხარია. ზოგადად ძალიან ცუდია, როდესაც იცი რომ ვიღაცას არ მოწონხარ. ან რატო არ უნდა მოუწონდე? ან რატო უნდა მოუწონდე? ეგეც სხვა თემადაც, მაგრამ აი შეიძლება ადამიანი დაინახო და არც ის გაგიჩნდეს ის გრძნობა არც ის, მაგრამ აი მაინდა-მაინც რატო არ უნდა მოგწონდე, მაგას ვერ ვიტყვი, რაღაცა ხო უნდა დაგიშაო, ხო და როდესაც ეს დამოკიდებულება ხო ვერ ხვდები ხოლმე, რას ვუშავებ, რომ არ მოვწონვარ. ანუ რატო არ მოვწონვარ, მაგის პრეტენზია არ მაქვს. ანუ რატო არ მოვწონვარ. ჩემთვის ვეკითხებ, მაგრამ ამი დაუშავე, მაგრამ არაფერი დამიშავებია, ხო? რაცა ეგეთი განწყობით არის, რომ არ მოვწონვარ. იმას არ ვითხოვ, რომ მოვეწონო, ხო? უბრალოდ მაინტერესებს, რატო არ მოვწონვარ და რიგ შემთხვევაში და ძალიან ბევრ შემთხვევაში თვითონაც არ იციან ხოლმე, მაგრამ ფაქტია, რომ ეხლა რაღაცა მომწონს ეს დამოკიდებულება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში ხოლმე თუ არ არის ძალიან წაუზრდელებს ხოლმე ადამიანი და უბრალოდ ახსნა განმარტების ნერვიც არ მაქვს არც პასუხის გაცემის, ეგრევე ბლოკავ, მაგრამ არის ხანდახან ადამიანი რა, ხა ნებისმიერ ადამიანმა შეიძლება საყვარელ ადამიანს გული ატკინოს, ხო? ეგ გაუაზრებლად, გააზრებით რა, რა მნიშვნელობა აქვს საყვარელ ადამიანსაც შეიძლება რომ გული ატკინო და ეხლა ვიღაცა არ გიცნობს რაღაცას გიწერს, არ ვიცი ხოლმე ეგრევე დაბლოკვა თუ უზრდელობით არ შემოდის, იმიტომ რომ ვაცდი იყოს, აბა გამიცნოს და მინახოს, ისიც ნახოს, ესეც ნახოს, ისიც ნახოს და თუ არ მოვეწონები ხა რა ხო? მაგრამ ძალიან მომწონს ეს სიტუაცია, რომ მადლობა დიდი მოლოცვებისთვისაც და თქვენი დამოკიდებულებისთვისაც. დავიდი, ხა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე, ამ ვიდეოს დილაზე ავტვირთავ, იმიტომ რომ ეხლა აშკარად ესე უნდა ვქნა. კიდევ, აბა ხედა, აბა ხო. მადლობა რომ დღევანდელი დღე ჩემთან ერთად იყავით და გამისმიქენით რა ქვია.
სანამ ბავშვები იყვნენ, თქვენთან ერთად გავატარე დრო. ადემანან. დილაზე თუ გელოდება და ჩოხები. წავედი ხალხო. მადლობა დიდი. ჩემთან ყოფნისთვის. ეს ჯიბეში ჩავიდო, მაგრამ მე მგონი ხალათის ჯიბეს დამახევს. კარგად.